მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 9. ნახატზე გამოსახულია მერხევის სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. Დაგვეკითხებიან რისი ტოლი არის რხევის სიხშირე. მოდი დავუკვირდეთ ახლა ჩვენ ამ ნახატს და რა შეგვიძლია ამ ნახატიდან რა ინფორმაცია ამოვიღოთ. პირველ რიგში შევნიშნოთ ის ფაქტი, რომ როდესაც ეს ჩვენი როდესაც დროის საწყის მომენტი, როდესაც t, ესე იგი, როდესაც დროის საწყის მომენტში t ნული უდრის ნულს, ეს ჩვენი მერხევის სხეული, როგორც ხედავთ, იმყოფება x უდრის 5 სანტიმეტრ მანძილზე, ესე იგი, კოორდინატის სათავიდან არის გადახრილი, მაქსიმუმ გადახრილი 5 სანტიმეტრით და შემდეგ იწყებს რხევას და ეს გრაფიკი აღწერს რხევის პროცესს და მოდი დავაკვირდეთ ახლა, როდესაც t გახდა 1 წამი, ამ დროს სხეული აღმოჩნდა 0 წერტილში, შემდეგ 2 წამ მომენტში სხეული აღმოჩნდა -5 წერტილში, შემდეგ 3 წერტილში ანალოგიურად გააგრძელა რხევა, აღმოჩნდა ისევ 0 წერტილში და 4 წამში უბრუნდება, როგორც ხედავთ, საწყის მდგომარეობას ეს ჩვენი სხეული. ხოლო იმ დროს, რა დროსაც მერხევის სხეული უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ჩვენ პერიოდს ვეძახით, ხო? შესაბამისად, t პერიოდი, რადგანაც 4 წამში დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, t ტოლი ყოფილა 4 წამის. ხოლო სიხშირე პერიოდის შებრუნებული სიდიდეა. შესაბამისად, სიხშირისთვის ნიუსთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის ერთი შეფარდებული ტესტთან, ეს უდრის 1/4-ს, ეს კი არის 0.25 წამი მინუს 1. წამი მინუს 1-ს კიდე სხვა სიტყვებით ჰერცს ვუწოდებთ, ხო? ესე იგი ეს ტოლი გამოგვივიდა 0.25 ჰერცის. ანუ საბოლოოდ თუ ჩავწერთ ჩვენ პასუხს, ნიუ რხევის სიხშირე ტოლი ყოფილა 0.25 ჰერცის. ეს კი არის პასუხი B.